გინესის რეკორდსმენთა სიაში მოხვდნენ ბილაინის აბონენტებიც. გიგანტური ზომის მობილური ტელეფონი ცოცხალი ჯაჭვის საშუალებით დღეს თბილისში ლოკომოტივის სტადიონზე გამოისახა. უზარმაზარი ტელეფონი ბილაინის ფერებში იყო წარმოდგენილი. 19 მეტრი 52 ამ ფართობის მობილური ტელეფონის გამოსახულებით დღეს თბილისში რეკორდი დამყარდა. ბილაინის 500-მა მომხმარებელმა ლოკომოტივის სტადიონზე ტელეფონი ბილაინის ფერებით გამოსახა. მე ვარ გინესის რეკორდსმენი. ძალიან დიდი მადლობა ბილაინს, რადგან საშუალება მოგცა მის მომხმარებლებს, რომ ასეთ საინტერესო და სახალისო პროექტში, აქციაში მივიღო მონაწილეობა. გახთოვანებული ვარ, პირველად მომეცა ცხოვრებაში ეს შანსი, რომ გამხდარიყავი რეკორდის მონაწილე. ჩემი აზრით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ბილაინმა უჩვეულო მსოფლიო რეკორდის დამყარება ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა და აქციაში მონაწილეობის მსურველები სოციალური ქსელის Facebook-ის საშუალებით შეკრიბა. გინესის რეკორდის დამყარება კომპანიამ რამდენიმე მიზეზის გამო გადაწყვიტა. მიზანი ამ ყველაფრის იყო, რომ გვეჩვენებინა საქართველოში როგორ იზრდება ჩვენი ქსელი დინამიურად და როგორ იზრდებიან ის აბონენტები, ვინც ჩვენ გვირჩევენ. გარდა ამისა, გვინდოდა გვეჩვენებინა იმ 168 მილიონი აბონენტისთვის, ვინც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ირჩევს ბილაინს, თუ როგორი კრეატიული და განსხვავებული ორიგინალური აზროვნების ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში. მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად ლოკომოტივის სტადიონზე მზადება დილიდან დაიწყო. აქციაში მონაწილეობის სურვილი ყველა ასაკის ადამიანმა გამოხატა. ბილაინის ერთგული ფანი ვარ და ბილაინს უდგევარ გვერდში და თან გინესის რეკორდსმენიც რაღაც კაია. ესეთი აქცია არ ქონია არც ერთ ქსელს. სახალისოა და ძალიან სასიამოვნოა ესეთ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ბილაინის გიგანტური ტელეფონი ვერტფრენიდანაც გადაიღეს. ჩანაწერი გინესის რეკორდების კომისიას გადაეგზავნება. ამის შემდეგ გაირკვევა, აღიარებს თუ არა კომისია ბილაინის რეკორდს ოფიციალურად.